მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიწყებთ Porsche-ს ძრავის აწყობას 3.2 ლიტრიანი M96-21 არის ძრავის ნომერი, ვისაც ზუსტად დეტალურად აინტერესებს. პირველი ეტაპი არის უკვე გაკეთებული, სამწუხაროდ გადარბენაზე ვიყავი და ვერ მოვახერხე გადაღება, მაგრამ გეტყვით ახლავე, ეგრეთ წოდებული კალენვალი, ეს მუხლა ლილვი, იდება აი ამ თავის ბუდეში, ახალი საფენებით, როგორც ვეძახით, კლადიშებით. ეხლა ფოტოს დავდებ, რომ ნახოთ, როგორაც არის ჩალაგებული შიგნით, ყველაფერი გამორეცხილია, ყველაფერი დაჰაერებულია. სიყვითლეს, რასაც ხედავთ, ეს სიყვითლე არის ზეთის წლების განმავლობაში მიერ შექმნილი აი ასეთი ფენა, რომელიც სამწუხაროდ ეხლა ასეთი რეცხვით, ხელით რეცხვით არ გადის, მაგრამ ჭუჭყი არ არის, ასე რომ ვთქვათ, თუ ამის მთლიანად მოშორება გვინდა, რომ აი ასე ვერცხლისფერი იყოს, მაშინ ულტრაშალის საწმენში უნდა ჩავდოთ, რომელიც ამ ეტაპზე მე აქ ეხლა არ მაქვს, მაგრამ არაუშავს, მთავარია, რომ ჭუჭყი არ არის შიგნით და ზედმეტი მტვერი არ იქნება რაღაც ისეთი, რომ პრობლემა შეგვიქმნას შემდეგ. უპრობლემო ვალი ჩასმული არის ამ ბუდეში, თავისი ახალი კლადიშებით, როგორც გითხარით, ცენტრალურ ადგილებში, ბოდის გიხდით ხმაურის გამო, გვერდით მეზობელი თავის იახტას აკეთებს, გარედან ხებავს თუ რაღაც და ამიტომ ხმაური არის. ვაყენებთ ამ ბოლტებს, რომელსაც ეჭირება პირველი 20 ნიუტონ-მეტრით, ხოლო შემდეგ 90 გრადუსით. ვიწყებთ აი ასე პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ასე შიგნიდან გარეთ მივყვებით. გადაუჭერთ 20 ნიუტონ-მეტრით პირველი ეტაპი და შემდეგ 90 გრადუსით, როგორც გითხარით. ეს უბრალოდ მე დანიშნული მაქვს წითელი ზოლით, რომ გრადუსით ზუსტად მცოდნო და რომ გადაუჭირე როგორც საჭიროა ისე და პლუს კიდევ უბრალოდ აი ესე ნიშნულებს ვაკეთებ, რომ შემდეგ არ დამავიწყდეს რაღაც, რასაც გადავუჭერ, აი ესე მარკირებას ვუკეთებ. ტრიალებს ვალი იდეალურად, როგორც ხედავთ, როგორც უნდა ტრიალებდეს ისე. ეხლა ზემოდან დადგება აი ეს პლასმასის ბუდე, რომელშიც ჩაჯდება, კიდევ გამანაწილებელი ვალი, EMS-ი, ეს პაჩივნიკი, რომელშიც ზის ეგრეთ წოდებული. ამასაც როგორც ხედავთ, აი ეს ყვითელი რაღაცეები რაც აქვს, ესენიც არ გაზდის. მაშინ უნდა ჩადოთ უკვე ისევ როგორც გითხრათ, ულტრაშალის საწმენდში, სადაც მაქსიმალურად ბოლომდე გამოიტანს ამ ყველაფერს. მე ახლა კიდევ ერთხელ ამას მუხრუჭების საწმენდის სითხით ერთხელ კიდევ გადავუვლი და შემდეგ შეგვიძლია დავამონტაჟოთ თავის ადგილას. აი ეს ბოლტები, რაც ეყენა ძველებს, ქონდა აი ასეთი ხრახნის დამცავი, რომ თვითონ არ მოიშვას, ამიტომ მე ისევ დავიტანე ახალი ზეთ, აი ასეთი ლურჯი რაც იყო ზეთ და გადავუჭერ ამას 10 ნიუტონ-მეტრით. ეხლა გავწმინდე მეგობრებო, რაც შეიძლება და კიდევ ერთხელ, როგორც ხედავთ, მაინც არის ეს ზოლები, რომელიც არ შორდება და კარგი არაუშავს, იქნება ასე, როგორც არის. აი ესე რაღაც ზედმეტი ის არა აქვს რა ჭუჭყი. როგორც ხედავთ, კარგით. ეხლა რისი ჩვენება მინდოდა თქვენთვის, სამწუხაროდ, აი ამ დეტალის დაყენება შესაძლებელია ასეც და შესაძლებელია ასეც. შეიძლება რომ შეგეშალოთ და დააყენოთ საპირისპირო მიმართულებით და შემდეგ პრობლემა გექნებათ, აი ვერ ჩასვავთ აი ამ ჯაჭვს ნორმალურად და არ იჯდება ისე როგორც საჭირო არის. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, ნახეთ, აი ეს ამოწეულები რაც აქვს. აი ესენი. ორივე აი ამ ადგილებში უნდა ჩაჯდეს. აი ამაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ასე არ იჯდება, აი აქ შეგიძლიათ გადაუჭიროთ და აქეთ მხარე ოდნავ აწეული დარჩება. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ და აი ასე უნდა დავამონტაჟოთ სწორ მდგომარეობაში, რომ ეს გამოწეულები რაც აქვს, აი აქ ჩავიდეს ბოლომდე. აი ასე შეგვიძლია ხა გადავუჭიროთ.
შემდეგი ეტაპი არის Porsche-ს უმნიშვნელოვანესი ნაწილი, აი ეს ვალი, ცვიშენველი ქვია ამას, შუა ვალი, ეგრეთ წოდებული ასევე გამანაწილებელი ვალიც, გამათანაბრებელი, რომელსაც აი ამ ადგილას აქვს პაჩიბნიკი შიგნით ჩაპრესილი. ეხლა ფოტოებს დავდებ, როგორი პაჩიბნიკი იყო შიგნით. ამ პაჩიბნიკის ფასი იწყება 500 ევროდან, არის ასევე მოდიფიცირებულები და 1000 ევროზე მეტადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მოდიფიცირებული. ამ შემთხვევაში ეს ძრავი უნდა აეწყოს მაქსიმალურად ჭკვიანად და მაქსიმალურად ბიუჯეტურად. ამიტომ გადავწყვიტე ასეთ ხერხისთვის მიმემართა, ამოუპრესე ეს პაჩიბნიკი აქედან, რაც წარმოუდგენლად რთული იყოს, ამისი ამოპრესვა წარმოუდგენლად რთული, 500 евро ღირს ამოსაპრესი ხელსაწყო, რა თქმა უნდა 500 евро არ გადამიხდია, ვეცადე ბევრი, აქ გაფუჭდა ეს ხრახნი, ამის გამო ვერ ამოუპრესავდი ისე, შევიძინე სხვა ხელსაწყო, რომელიც დაახლოებით ასე 30 თუ 40 евро ღირდა, გაჩვენებთ ახლა ფოტოს დავდებ და ამ ხელსაწყოს მეშვეობით რთულად, მაგრამ ამოუპრესე ეს პაჩიბნიკი. შემდეგ ნომერის მიხედვით შევიძინე 120 თუ 125 ევროთ და შემდეგ სამსახურში ისევ პრესით ჩავპრესე შიგნით. აქ ახლა ეს დაყენებულია თავისი საფარი, რაც აქვს, რომელსაც ახალი ეგრეთ წოდებული პრაკლატკა აქვს ზედ დაყენებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი შეცვალოთ. აი ძველი აგერ არის დაზიანებული არაა, მაგრამ აუცილებელია რომ დავაყენოთ ახალი. ყველა ნაწილს, რასაც ვაყენებთ ამ პრაკლატკებს, ყველა არის აბსოლუტურად Porsche-ს ორიგინალი ნაწილი. ეხლა ეს ვალი ჩაჯდება აი აქ, აი ამ ჩარჩოში, აი აქ ჩაჯდება და აი ამ ჯაჭვის მეშვეობით დაუკავშირდება ერთმანეთს. შემდეგ დავაყენებთ ამ ჯაჭვის დამჭიმს, რომელზეც ზემოდან ეყენა აი ეს პლასმასის ბაშმაკსაც ეძახიან, რომელიც გვაქვს ასევე Porsche-სი, ახალი, მთლიანი ეს 200 ევროზე მეტი ღირს, ხოლო ამ შემთხვევაში ეს არ მახსოვს, მე ფასებს შემდეგ ყველაფრისას ცალკე ვიდეოში გეტყვით, ეს ცალკე გამოვიწერე, რომ ახალს დავუყენებთ ამას და დავაყენებთ თავის ადგილას. დამჭიმის ზედა საფარი არის შეცვლილი, ძველი შეგვიძლია გადავაგდოთ, ნაწილის ნომერიც აგერ წერია, რომ ორიგინალი Porsche-ს ნაწილი არის. დაყენების დროს პირდაპირ ასე ვერ დავაყენებთ, ჯერ უნდა დავაყენოთ მთავარი ჯაჭვი, აქეთ ამ მხარის, მერე უნდა დავაყენოთ მეორე მხარის მთავარი ჯაჭვი. ამ მეორე მხრისას ისედაც დააყენებთ, რომ წამოწიოთ ეს, თუმცა როდესაც ამას ზემოდან ჩასვავთ, მერე ვერ დაამაგრებთ ამას. ამიტომ ჯერ უნდა დავაყენოთ ეს ამაზე, იხა ცალი ხელით რთული საჩვენებელი არის და შემდეგ უნდა დავაყენოთ ეს და შემდეგ ასე გადავხრით და ჩავსვავთ ზედ. აი ახლა ხედავთ თუ როგორაც ხდება ეს ყველაფერი, დაყენებულია ეს ჯაჭვი, დაყენებულია მეორე ჯაჭვი. ესენი ყველა Porsche-ზე აი ასეთი ორმაგი არის, ეგრეთ წოდებული დუპლექს ჯაჭვი, მეორე მხარესაც იგივეა დაყენებული. იმ დროს, როდესაც იმ წლებში ეს დააყენეს Porsche-ზე ეს ვალი, ეს იყო განსატვირთად დაყენებული ჯაჭვების, რომ მაღალ დატვირთვებზე ჯაჭვი არ გაიწელოს. ამ შემთხვევაში ვაყენებთ ძველ ჯაჭვებს სამწუხაროდ, რადგანაც ბიუჯეტში ვერ ვეტევით, ძალიან ძვირი არის ყველა დეტალი, ამას ხშირად გავიმეორებთ ამ ძრავის აწყობის დროს, მაგრამ იმით შემიძლია მაგალითად თავი რომ დავიმშვიდო, რომ დაშლის დროს, როცა სანამ დავშალე, სანამ დავჭიმები მოხსენი, ძალიან სერიოზულად მაგრად იყო დაჭიმული ჯაჭვი, არანაირი გაწელვის რაღაცა ნიშანი არ ქონდა. ამის შემდეგ ვცვლით ამ დაზიანებულ საფენებს, რაც არის პლასმასის ეგრეთ წოდებულ ბაშმაკებს მეორესაც და ეს კიდევ უფრო ძლიერ დაჭიმვას მოგცემს ჯაჭვისას, რაც თავიდან აგვარიდებს ზედმეტ პრობლემებს. მნიშვნელოვანი დეტალი, დამჭიმი გასაგებია, აქეთ ამ მხარე რომ განვაახლეთ, მაგრამ ამაში რაშიც მოძრაობს, ესეც უნდა განვაახლოთ, ეს არის ძველი, ხედავთ აი აქ
როგორი ჩაღრმავებები აქვს, აი აქ რაღაცა ამოტეხილივით არის. ამიტომ ეხა ამის ბოლტებს გამოვიყენებთ და დავაყენებთ ახალ ნაწილს, რომელიც აი ამ ადგილას, აი ესე ქვემოდან ჩაჯდება და დამაგრდება აქ, რომელსაც 10 ნიუტონ-მეტრით გადაუჭერთ და ამას როგორც ხედავთ, არ ჭირდება დაზღვევა, რომ დავიტანოთ ზედ, ეს ზეთიანია, ესენი ახლა გაირეცხება და გადაეჭირება აქ 10 ნიუტონ-მეტრით. ვისაც გაინტერესებთ ამისი ნაწილის ნომერიც, თუ ვინმე მსგავსი ტიპის ძრავი გექნებათ ასაწყობი, აგერ არის ნაწილის ნომერი, ასევე ესეც არ მიჩვენებია. აი ამ ეგრეთ წოდებული პრაკლატკის ნაწილის ნომერი არის აი აქ. დანარჩენი შეგვიძლია ხა ეს დავამაგროთ თავის ადგილას, ეს დავაყენოთ შემდეგ. როგორც ხედავთ, ჩასმული არის ეს ჯაჭვი თავის ადგილას, ეს ვალი ზემოდან ზის. ეს თავარი ამძრავი ქვედა მხარეს ეს სქელი ჯაჭვი დაყენებულია. ეს ჯაჭვიც დაყენებულია, ეს ჯაჭვიც დაყენებულია, გადადებულია უბრალოდ აქეთ. აქაც მე უბრალოდ დავიტანია ეს მარკირება, რომ გადაჭერილი მაქვს. ამაზეც 10 ნიუტონ-მეტრით გადაჭერილი მაქვს სამივეზე. აი ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ, აი ამას უკან შაიბა აქვს დადებული. აი აქ შაიბა არის, აი ამ ადგილას. და ის არ გამოგრჩეთ. ამ შაიბაზე შემდეგ აი ესეთი ჩამკეტი არის. და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს ჩაკეტილი იყოს, რომ ეს არ გამოვარდეს მერე აქეთ. აი ახლა კარგად ნახავთ, რომ ჩასმულია, მოკაჩავთ, ყველაფერი ნორმაშია. 10 ნიუტონ-მეტრით სამივეზე გადაჭერილია. ეხლა ნახეთ, რას მიაქციეთ ყურადღება, როდესაც ამას დააყენებთ, თითით დაჭიმულად აი ასე დაიჭირეთ. აი ასე, რომ კარგად ჩანდეს, რომ კბილანები ზუსტად ჯაჭვში ნორმალურად ზის. და მერეც მიაქციეთ ამას ყურადღება. ეხლა ეს დაჭიმული არ არის, დამჭიმი დადგება მხოლოდ შემდეგ, როდესაც ძრავი მთლიანად იქნება აწყობილი, გარედან დაუდგება დამჭიმი. ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ, მინდა გითხრათ. თორემ მე თავიდან, როდესაც პორშეში მუშაობდი ძრავების აწყობაზე, ხშირად მქონია ეს პრობლემა, დამვიწყებია და შემდეგ ისევ დამიშლია ეს ადგილი შემდეგ თავიდან. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ ამას. ეხლა ნახეთ, ერთი კითხვა გაგიჩნდებათ თქვენ. კარგი, აქ კბილანები კარგად ზის ყველაფერი, აი ეს მაგალითად ეს დაჭიმულ მდგომარეობაში მოვიყვანოთ. ნახეთ, ეხლა კითხვა გაგიჩნდებათ, რატოა ეს ის მაინც მოშვებული. გასაგებია, რომ ის იმას დაჭიმავს, მაგრამ ამის მეც ვეღარ დაჭიმავს, აი აქ ბოლომდე მოვა. რატომ არის აი ეს ასე მოფამფალებულ მდგომარეობაში, ასე რო ვთქვათ, ან აი ასე მეორე მხარეს. ეს რაიმე პრობლემას ხო არ შეგვიქმნის შემდეგ. არა, თავარია რომ ეს კბილანები იჯდეს, ეს პრობლემას არ შეგვიქმნის, რადგანაც ეს გასაგები ასე ბოლომდე იქნება და ეს მოშვებული რაც არის. ეს ვალი აქ კი ზის, მაგრამ ამაზე დაწოლილი არ არის. ეს ერთ მხარეს ეკაჩება, ეს მეორე მხარეს ეკაჩება. ეს ჯაჭვი როდესაც დაიჭიმება, ნახეთ, მე ხა რო ავწევ ამას, ეს ავტომატურად დაჭიმავს ამას. ავტომატურად ზემოთ აკაჩავს და პლუს ეს დამჭიმი დაემატება და ყველაფერი ნორმალურად იქნება. აქ მიაქციეთ მხოლოდ იმას ყურადღება, 50-ე ჯერ ვიმეორებ, რომ კბილანები კარგად იჯდეს აი ასე თავის ადგილას. ეხლა ამ ეტაპზე, ამ სამუშაოს მორჩით, ეხლა უნდა გადავიდეთ შატუნების მონტაჟზე. შატუნების დასამონტაჟებლად, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დაშლა პორშინების, ერთი პორშინი კიდე იგდებს მე-6-ზე, რადგანაც ეს ძრავი სხვანაირად არ ეწყობა, ისე როგორც ჩვეულებრივი ძრავები ეწყობა, ან V8, V6, ჩვეულებრივი რიადნი მოტორსაც ვეძახით, ჩვეულებრივი 6 ცილინდრიანები, თუ 4 ცილინდრიანები, ისე არ ეწყობა, ეს სხვანაირად ეწყობა, ერთ მხარეს უნდა დადგეს მხოლოდ ეხლა შატუნები, ესე შატუნები დადგება მხოლოდ 3 ცალი, ხოლო მეორე მხარეს გაჩვენებთ შემდეგ ეტაპზე, ხა რომ ეგრევე რო არ აირიოთ. აი ამ ეტაპზე ვართ მეგობრებო, ეხლა დაყენებული არის მე-4 ცილინდრზე, მე-5 ცილინდრზე და მე-6 ცილინდრზე შატუნები. უნდა მოხსნათ პორშინი და მხოლოდ შატუნები უნდა ჩააყენოთ მე-4-ზე, მე-5-ზე და მე-6-ზე. ესენი მოხსნილი არის
პორშინები აქტევს თავისი კოლბენ ბოლცე ქვია, არ ვიცი, რა ქვია ქართულად რას ეძახით. Просто კოლბენ ბოლცე ქვია გერმანულად. აქ არის შიგნით მისი ჩამკეტი, ეს რომ მეოთხესია, იმიტომ აქ მიწერია და ზუსტად იგივე არის დანარჩენ ცილინდრებზე მეხუთეზე და მეექვსეზე. ხოლო პირველი, მეორე და მესამე ამის ჩაჯენის შემდეგ, როდესაც აქ ჩავსვავთ, მეორე მხრიდან შეგვიძლია ჩავსვათ როგორც ჩვეულებრივ ძრავში. ეს კი არის განსხვავებულად ჩვეულებრივი ძრავისგან. ეს შატუნი არის შეცვლილი, რადგანაც ჩემსას დაზიანება ქონდა, აი აქ შეჭმული იყო, სადებს აგერ არის, გაჩვენებთ. აი როგორი დამწვარი არის აქეთ ამ მხარე. ამიტომ არ მინდოდა გარისკვა მაინც ყოველი შემთხვევისთვის და შევიძინე სხვა. ეხლა ეს უნდა გადავატრიალოთ, ეს ცილინდრის გალოკის ზედანაწილის ბოლტები დაუყენე, რომ ხელი მოვკიდო კარგად და ჩავსვა ამ ადგილას. ესენი ყველაფერი აქ გასუფთავებული უნდა იყოს კარგად, აი ამებზე დააჯდება ზემოდან და მე ცოტას ჩაუკაკუნებთ, რომ კარგად ჩაჯდეს. დანარჩენი ეხლა აქ ზედაპირს გავასუფთავებ, ამაზე ოდნავ დავიტან ჰერმეტიკის სითხეს, ოღონ ძალიან ცოტას. ესეც ასე ჩასმული არის თლიანი ეს ბლოკი ძრავის ალუმინის მთავარი ბლოკის ერთ ნაწილში. ამათი მოჭრა შემდეგ შეგვიძლია ეს უბრალოდ ისე მაქვს დამაგრებული. აი აქ ასე ჩასმული არის, ამათ არ მიაქციოთ ყურადღება, ეხლა უბრალოდ ისე ვერ ჩამორეცხავდი, შიგნით ჩამესხმებოდა ყველაფერი, ამიტომ როდესაც დავხურავ და ძრავში აღარაფერი აღარ მოხდება, უკვე შიგნით ამ ხარე სუფთაა ყველაფერი, გარედან შემდეგ გაირეცხება. ჯაჭვი აი აქ არის ჩამოკიდებული ქვემოთ, ხოლო ეს ჯერჯერობით ზემოდან არის გადადებული. აქ როგორც გაჩვენეთ, აი ამ ორში არის ჩამჯდარი შიგნით და შემდეგ აი ასე რეზინის ჩაქუჩის მეშვეობით აი ასე შეგვიძლია ყველა ადგილას აი ასე მაგრად ჩაუკაკუნოთ, რომ ჩაჯდეს. 100%-ით რომ გავიგოთ ზის თუ არა, აი ეს ზოლები რასაც ხედავთ, ზოლები შეერთება რაც არის, აი ასე რომ ჩამოიწევით, ამის ბლოკის ზოლზე უნდა იყოს. ამას არ მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება, ვიცი რომ ცუდად გამოიყურება ეხლა, მაგრამ ძრავის ბლოკს გარედან არ მიაქციოთ ყურადღება. ამას ეხლა იმ 36-მეცავით უბრალოდ ვერ გავლოკავდი რა მთლიანად და არ მქონდა არც ამისი დრო და არც ხალისი. ამიტომ როდესაც ძრავს დავხურავ მთლიანად, შემდეგ მთლიანად შევეცდები რომ გავწმინდო რამდენადაც შესაძლებელი იქნება. მოკლედ, აი ეს ზოლი უნდა ემთხვეოდეს ამას მთლიანად, აი ასე ჩარჩოში როგორაც ზის. ეხლა აი ეს ბოლტები, სამი ბოლტი ამისი სამაგრები არის, ამას აქვს აი ეს ეგრეთ წოდებული პრაკლატკა. ამაზე ახლა ყოველ შემთხვევაში მაინც არ უნდა ენდო კი ორიგინალი პრაკლატკებია, მაგრამ არ უნდა ენდო, მაინც ჯობია რომ ჰერმეტიკა ოდნავ წრეზე დაიტანო და აი ამ ადგილას ჩაყენდება ეს აი აქ ქვემოთ. ეს ერთი, მეორე აი აქ დაყენდება შიგნით ჯაჭვის გვერდით, ხოლო ეს მესამე ყველაზე გრძელი, რომელიც აი ეს როდესაც ეს სად არის ეს ბლოკი, როდესაც დაყენდება, ეს ახლა ჯერ გასარეცხია ყველაფერი, აი აქ ჩაჯდება ეს, აქეთ ამ მხრიდან რო დაიჭიროს. ამათ ეჭირება 22 ნიუტონ-მეტრით, სამივეს 22-ები ჭირდება. ესეც ასე მეგობრებო. აი სამივე პორშინი თავის ადგილას არის დამონტაჟებული, ჩასმული არის. გადაჭერილია ყველა შატუნზე, რა თქმა უნდა ახალი ბოლტებით, რადგანაც ესენი წელვადი ბოლტებია და აუცილებლად ახალით უნდა შეცვალოთ ახალზე, თუ რა ვიცი როგორც ამბობენ. 20 ნიუტონ-მეტრით ეჭირება ამათ და შემდეგ 90 გრადუსით. ასე ზოლს გაავლებთ, თუ გინდათ გამოიყენეთ ხელსაწყო გრადუსის, თუ არა, ასე უბრალოდ 90 გრადუსით გადაუჭერთ. დანარჩენი რაზედაც უნდა გავამახვილოთ კიდევ ყურადღება, ეს არის სისწორე, თუ როგორ უნდა ჩავსვათ.
აი ეს ადგილები, დიდი ჩაწეული ადგილები რაც არის, ეს არის შემშვები კლაპნებისთვის, რადგანაც შემშვები კლაპნები დიდებია და ეს უნდა იყურებოდეს აი აქეთ ზემოთ მხარეს, ხოლო აი ეს რომელსაც არა აქვს ჩაღრმავება, ეს უნდა იყურებოდეს კარტერის მხარეს, მოტორის ქვედა ძირში, აქეთ უნდა იყურებოდეს, რომ არ შეგვეშალოს. სწორედ ისე უნდა დავაყენოთ ეს შატუნებიც. ზუსტად სწორედ იმიტომ არის დანიშნული ესენი ყველა, რომ ესენიც შემდეგ სწორად დადგეს და აი მაგალითად მეოთხე, აი ეს არის შემშვები კლაპნების, ეს არის გამშვები კლაპნების. ეს დადგება აი ასე. ამაზე ზედ აი ასე დადგება. ეს შემშვებები იყურებოდეს, იქნება იქეთა მხარეს, აი იქეთ რომ არ შეგეშალოთ. ეს გამშვების იყურება ქვემოთ. კარტერის მხარეს. იოლად რომ ორიენტირდეთ. დანარჩენი ხა დავიღალე საკმაოდ დღეს, წავალ ახლა სახში, იმიტომ რომ დაღლილზე ძრავის აწყობა არ არის კარგი. შეგეშლებათ რაღაც და შემდეგ დიდი პრობლემა გახდება. ამიტომ ახლა ამას დავფარავ, გადავაფარებ ზემოდან რამეს და წავალ სახში. ხშირ შემთხვევაში მეგობრებო, ხედავ ასე კომენტარებშიც, ისედაც პირადადაც უთქვამს ჩემთვის ბევრ ადამიანს, რომ რატომ აკეთებ ძრავს, რატო წვალობ, ხო შეიძლება უცებ სწრაფად ეგრევე სხვა ძრავი იყიდო და ჩადგა. ჯერ ერთი პორშეს ძრავის შემთხვევაში საერთოდ ყველაფერი სხვანაირადაა და ყველაფერი ბევრად უფრო რთულად და ისე არ არის უბრალოდ იყიდე ძრავი. ეს ერთი. მერე მეორე, ვინც ჩემს არხს თავიდანვე უყურებს და ხშირად უყურებდა ძრავის ვიდეოებს, გეცოდინებათ ჩემი აზრი ნაყიდ ძრავთან და აწყობილ ძრავთან შედარებით რა. თუ რა აზრი მაქვს მე ამასთან დაკავშირებით. მე ყოველთვის, რა თქმა უნდა, ვარჩევ გაკეთებულ ძრავს. გააჩნია, რა თქმა უნდა, ვინ გააკეთა, მაგრამ პირადად ჩემზე მაქვს საუბარი. მე ყოველთვის მირჩევნია ძრავი გავაკეთო, ვიდრე ვიღაცის ძრავი ვიყიდო ძველი, საერთოდ არ ვიცი შიგნით რა ხდება და ის ძრავი ჩავაყენო მანქანაში. და უბრალოდ ახლა ვისაც მაგალითად მე ყველა ადამიანის აზრს პატივცემ, მაგრამ უბრალოდ ამ ხალხმა თვითონ რომ ნახოს განსხვავება და თვითონ გასცეს თავის შეკითხვას პასუხი, ამიტომ მინდოდა ხა ეს გადამეღო. აი ეს არის ძველი გამშვები კლაპანი. ძველი რას ნიშნავს? ესეც ძველია, მაგრამ ხელდაუდებელი, მოხსენი და აი ესე მდგომარეობაში. ეს არ არის ჭუჭყი. ამას აქვს სადღაც მილიმეტრიანი ფენა, აი ეს არ შორდება, რაც არ უნდა წმინდოთ, რა სითხითაც ამას ვერ მოაშორებთ, ეს არის სქელი ნამწვავი ზედაპირზე. აქედანაც შეხედეთ, აი ძალიან სქლად ადევს, რის გამოც შემდეგ კლაპანი ხურდება, იმ ტემპერატურას აღწევს, რასაც არ უნდა აღწევდეს და შემდეგ ხშირ შემთხვევაში ტყდება ხოლმე კლაპნები. აი ახლა ნახეთ, ეს არის შემშვები კლაპანი, ეს გამშვები ყოველთვის მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს და უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ცუდად გამოიყურება. ეს არის ჩემს მიერ გაწმენდილი კლაპანი უკვე. ჯერ ამ კლაპანს კიდევ ეგრეთ წოდებული შლიფოვკა ჭირდება თვითონ ცილინდრის ზედა ნაწილზე. ამას საერთოდ არანაირი ნადები არ აქვს უკვე. როგორც ხედავთ, და აი უბრალოდ რო შევადაროთ ამას. სუფთა კლაპანს ბევრად უფრო მეტი ტემპერატურის გამტარიანობა აქვს, ვიდრე აი ასეთ ჭუჭყიან კლაპანს. ჭუჭყიანი არ არის, ეს უბრალოდ ნადებიანი კლაპანია. კიდევ ძველ ძრავს, რასაც ვყიდულობთ, რაზედაც აი ამ პლასმასებზე, რაზეც მოძრაობს ჯაჭვი, ყოველთვის სიძველის გამო აქვს აი ასეთი ნაკვალები, როგორც ხედავთ და როდის გატყდება კაცმა არ იცის, ასევე ეს ჯაჭვის დაჭიმვასაც ცვლის ცუდი მიმართულებით, აი ასე გამოიყურება ყველა ძრავის, თუ ახლა ძრავი არ არის, 10,000 და 20,000 გარბენით, აი ასე გამოიყურება. აი შეჭმულია, ჩასულია შიგნით, როდის გატყდება ღმერთმა იცის და ასევე ჯაჭვის დაჭიმვას ცვლის. ეგრეთ წოდებული კლაპნის სალნიკები. აი სხვაობას
რა ვიცი ვიზუალურადაც ალბათ შეატყობთ ეს როგორი დიდი ხრელით არის, ეს როგორი ვიწროთია და კლაპანს ეგრევე ზედ შემოაჯდება მთლიანად და მოუჭერს ეს კი ფაქტურად ვარდება შიგნით. აქედან რა თქმა უნდა ძალიან დიდი რაოდენობით ზეთის გაპარება ხდება შემდეგ. ასევე ქვასავით არის ეს და ეს რეზინი ახალი არის. აი მსგავსი რაღაცეები, როდესაც ძრავს იყიდით ძველს ვიღაცის ძრავს და ჩააყენებთ, ყველაფერი ისევ იქნება ისეთი ძველი. და არაფერი არ იქნება გაკეთებული, ამიტომ ვარჩევ მე ყოველთვის გაკეთებულ ძრავს. ეხლა გაჩვენებთ რასპრედვალებზე აი ეს დამჭიმი რაც უყენია. თუ სპეციალური ხელსაწყო არა გაქვთ, როგორც ჩემს შემთხვევაში მე არ მაქვს სპეციალური ამის დამჭიმი, ამიტომ აი ამ დამჭიმს ვიყენებ კლაპნებისას. კლაპნის სალნიკების შესაცვლელ დამჭიმს თავარია აი ეს ერთად შევკუმშოთ, რომ გამოვიტანოთ ეს აქედან. კიდევ ერთი დამადასტურებელი რაღაცა იმისა, თუ რატომ სჯობს გაკეთებული ძრავი, უბრალოდ შეცვლილ ძრავს, აი შეხედეთ, ამას როგორი ზოლები აქვს, რელსებივით აქვს გაკეთებული უკვე ჯაჭვს შიგნით, ამას კი საერთოდ არანაირი ახალს. და ეხლა ნახეთ ქვედა მხარე, ყოველთვის ქვედა მხარე უფრო გაფუჭებული არის, შეხედეთ უბრალოდ რას გავს და შეადარეთ ახალს. შეადარეთ უბრალოდ ახალს. აი რას გავს განადგურებულია, დახვრეტილი არის, თითქმის უკვე მეორე მხარეს არის გასული. იმ დონეზე არის გაფუჭებული. აი ახლა მოდით მოხსნათ ეს მეორეც და მეორეც შევადაროთ. აი მოხსენი ახლა, ამოვიღე იქედან, ეს ისევ დაჭიმულ მდგომარეობაში შეგვიძლია დავტოვოთ და აი გაჩვენებთ ახლა ესეც რა მდგომარეობაშია. გავასწოროთ. აი ნახეთ რა მდგომარეობაშია ესეც. სწორედ ისეთში როგორც ის მეორე. აქეთ ამ მხარეს ზუსტად ისე ზოლები აქვს, მაგრამ აი ეს მეორე მხარე არის წარმოუდგენლად ცუდ მდგომარეობაში. აი ასე, ამიტომ ამის შეცვლა ძალიან დიდ სხვაობას მოგცემს აი ამ ჯაჭვის დაჭიმვასთან დაკავშირებით.